ნაცარქექია. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ნაცარქექია. უღონო, არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მხოლოდ იჯდა კერასთან და სადგისით ნაცარს ქექავდა. მოეწყინათ ძმებს მისი რჩენა და გააგდეს გარეთ. ზურგზე ერთი გუდა ნაცარი მოჰკიდეს, ხელში სადგისი მისცეს, კალათაში ჭყინტი ყველი გამოუხვიეს საგზლად და გაისტუმრეს. დაიკარგე ამ ჩვენი ქვეყნიდანავ. ტირირით დაადგა გზას საბრალო ნაცარქექია. ცოტა იარა თუ ბევრი იარა, მიადგა ერთ მდინარეს. ვერ გაბედა წყალში გასულა და დაჯდა ნაპირზე. საღამომდე იქ იცადა. საღამოს ნახა, რომ ერთი უზარმაზარი დევი მოადგა წყალს გაღმით და დაუწყო ხრება. ჰეი, რომელი ხარ შენ მან? აქ მოდი, ხარზე შემისვი და გაღმა გადამიყვანე. მე თვითონ მეზარება ფეხის დასველება. გაზახა დევს დიდგულად ნაცარქექიამ. დევმა გამოხედა და გაკვირვებით კითხა. ვინა ხარ და რა სულიერი ხარ რომ მაგას მიბედავ, მე შენ გიჩვენებდი, ვინცა ვარ, რომ არ მებრალებოდე, შებრიყვა შენა. შენ ჩემი ებავი არ გაიგონია, მე ვერ მიცანა მქვია. ვერ გამიმეტებია, თორემ დედამიწას რომ ხელი მოვკიდო და ზეცას შევტყორცნო, ქვეყანა დაიქცევა. გინდა ახლა ვეგიჩვენო ჩემი ძალა. აბა, შენ მან დაიღე ერთი ქვა, მე აქ ავიღებ მეორეს, მოუჭიროთ ხელი და ვინც წვენს გამოადენს, კაცით იქნება. აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ ერთიანად დაფშვნა. დაიხარა ძირს ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო. ამოიღო კალათიდან ყველი, მოუჭირა ხელი და სულ წურწურით გაადინა წვენი. გაუკვირდა დევს, ეს რა არისო? აბა, ერთი გავიქცეთ რიყეზე და ვინც უფრო მეტ მტერს აადენს, ჩვენ ორში ბიჭისიც იქნება. უთხრა ნაცარქექიამ. აძუნძულდა გაღმა რიყეზე დევი და სულ ლაწალუწი დააწყებინა ლოდებს. გაიარ გამოიარა გამოღმა ნაცარქექიამ. უჩხვლიდა გუდა სადგისი. გამოვიდა ნაცარი და ისეთი მტვერი ადგა, რომ თვალით აღარა ჩანდარა. შეშინდა დევი, დაღუნა თავი. ეახლა მორჩილად ნაცარქექიას და შეისვა მხარზე. შუამდის რომ მივიდნენ წყალში, დევმა უთხრა. ბატონო ვერ მიცანა, როგორღაც მე მჩატები. ჩემჩატები? შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი იცოდე, მაგას აღარ წამორეშავდი, რომ ახლა უჩინარის ბაწვით ცაზე არ ვიყო მიბმული და იქ არ მიჭერდნენ, ქვესკნელში ჩაგიტანდი. აბა ვნახოთ ერთი, ცოტათი შემიშვან ხელი, თქვა ნაცარქექიამ. ამოიღო უბიდან სადგისი და დააჭირა კისერზე დევს. ვაიმე, ნუ შენი ჭირიმე, უბძანე რომ ისევ აქციონ. შეეხვეწა დევი და ნაცარქექიამაც ამოაძრო სადგისი. დევი დარწმუნდა, რომ ეს ნაცარქექია მართლა საშინელი სულიერი რამ ყოფილა. მიიწვია იგი თავის სახლში და ვახშმის მზადება შეუდგა. მოზილა პური, ჩააკრა კეთში და მიუფიცხა ცეცხლს. თვითონ სანადირო წავიდა და სტუმარს დაუბარა. უკაცრავად არ გახლდეთ, ყური უგდეთ პურს, არ დაიწვას. პურს რომ ცალი გვერდი შეებრაცა, ნაცარქექიამ კეცის მობრუნება მოინდობა. დაიწყო საკეცით ჩხაკუნი. წამოიქცა კეცი, დაეცა ნაცარქექიას და მოიმწყვდია ქვეშ. დევი რომ დაბრუნდა, ნაცარქექია კეც ქვეშ მიგდებული ნახა. აღარც ფერი ქონდა და აღარც ღონე. რა დაგმართნია? კითხა დევმა. რა უნდა დამართნოდა? მუცელი ამტკიდა და ზეცხელი კეცი დავიდე. ახლა კი გადამიარა, აღარ მიჭირს რა. მოდი ამაცალე ეს კეცი. დევმა დაუჯერა და აუსრულა ბრძანება.
ვახშმათ რომ დასხდნენ, დევმა უცებ ცხვირი დააცებიდა. სტუმარი შიშმა სონზე შეაგდო. ნაცარქექიამ დილეს დაუწყო ბღაუჭი. მან რა შურები? კითხა დევმა. ვირე, როგორ თუ რა შურები? ვისთან გაბედე შენ ცხვირის დაცემინება, ჰა? ამ ჭკირს ავიღებ, დაკრავ და თავს გაგიხეთქავ. დევმა იფიქრა. რა მოუსვენარი რამ ყოფილა? მე ძლივს გაჭირვებით გავდევი, ეს კი ჭკირს ეძახის ამ უშველებელ დილესა. ერთხელაც არის არ შემარჩენს და ვეღარ გადაურჩები. დაჰკრა ფეხი, გავარდა კაში და 900 იქით გადაიხვეწა. დევის სახკარი კი მისი მოწყობილობით ნაცარქექიას დარჩა. ისიც წავიდა, მოიყვანა ძმები, თავისთან დააყენა და უთხრა. ხერხის ჯობია ღონესო, თუ კაცი მოიგონებსო.